დიახ, თვალჭრალიძის ქუჩიდან დევნილებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების გამოყრის უკან დგას თუ არა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის ინტერესები. ეს კითხვა აქტუალური კორუფციის მკვლევარებისთვის მას შემდეგ გაჩნდა, რაც შაბათის ეთერმა გაასაჯაროვა თბილისის საკრებულოს მიერ ჯერ კიდევ 2023 წელს დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის თანახმადაც თვალჭრალიძის პირველ ნომერში 7 საცხოვრებელი კორპუსის აშენებას თბილისის საკრებულოს თანხმობა აქვს. საუბარია საკმაოდ მასშტაბურ პროექტზე. აქვე ცნობისთვის ქართული ოცნების 2015 წლის დაპირებით ყოფილი აგრეგატის ქარხნის ტერიტორიაზე ფარმაცევტული საწარმო უნდა გახსნილიყო და მაშინ ეს ტერიტორია როგორც ირკვევა დოკუმენტებით ჰუმანიტი ჯორჯიას გადაეცა და ჰუმანიტი ჯორჯია საპარტნიორო ფონდთან ერთად უნდა განეხორციელებინა აღნიშნული პროექტი, თუმცა საპარტნიორო ფონდმა მოგვიანებით რამდენიმე მილიონიანი პროექტის დაფინანსებაზე უარი განაცხადა. ამჟამად როგორც შაბათის ეთერის მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, ეს ტერიტორია ეკუთვნის Black Sea Properties, რომელიც ფიქსირდება აზერბაიჯანელი ბიზნესმენის სახელსა და გვარზე და სწორედ აქ ჩნდება ვანო ჩხარტიშვილის სახელი და გვარიც, რადგან მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ Black Sea Properties სწორედ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის ვანო ჩხარტიშვილის საკუთრება იყო, რომელმაც ვიდრე დევნილებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს ტერიტორიიდან გამოყრიდნენ, რამდენიმე თვით ადრე გაყიდა $12 მილიონ აზერბაიჯანელ ბიზნესმენზე. თვალჭრაძის პირველ ნომერში 2015 წლიდან წელს იგეგმებოდა ყოველ შემთხვევაში დაიწყო მოლაპარაკებები ევროპული სტანდარტის ფარმაცევტული კომპანია, როგორც წამლების შემოტანის მხრივ, ასევე ევროპული სტანდარტის ქარხანა უნდა აშენებულიყო, რაც ბაზარზე, ქართულ ბაზარზე წამლების ღირებულებას 30%-ით შეამცირებდა. ტერიტორია ეკუთვნოდა შპს აგრეგატს და ჰუმანიტი ჯორჯიამ 900,000 ლარად იყიდა, თუმცა ეს 900,000 ლარიც ვერ გადაიხადა. სექტემბერში უკვე ეს ტერიტორია, რომელიც 900,000 ლარად იყიდა ჰუმანიტი ჯორჯიამ განვადებით, უკვე $12 მილიონ არის შეფასებული და $12 მილიონ არის გირაოში გირავნობა გაკეთებული. ორ ეტაპიანი იყო. პირველ ეტაპზე წამლების შემოტანა, იაფი წამლების შემოტანა უნდა განხორციელებულიყო, მეორე ეტაპზე უკვე ქარხნის მშენებლობა, თუმცა იმდენად უხარისხო წამლები შემოიტანა ჰუმანიტი ჯორჯიამ, რომ მე მგონი რეალიზაციაც ვერ მოახერხა ჩემი ინფორმაციით. მეორე ეტაპი უკვე აღარ შედგა და გაწყდა ურთიერთობა. მოხდა ამ ტერიტორიის მეშვეობით ფულის გათეთრება თუ ფულის შოვნა. შაბათის ეთერის გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2025 წლის 11 მარტს, იქამდე 5 თვით ადრე, ვიდრე ხალხს აღნიშნული ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გამოყრიდნენ, ვანო ჩხარტიშვილმა ხელშეკრულება გააფორმა აზერბაიჯანელ ბიზნესმენთან, რომლის კომპანიაც დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ რეგისტრირებულია 1 დღით ადრე, 10 მარტს, ანუ იქამდე, ვიდრე ვანო ჩხარტიშვილი ამ ხელშეკრულებას მასთან გააფორმებდა და სწორედ აქ ჩნდება კორუფციის მკვლევარებისთვის კითხვები ასეთი მასშტაბური პროექტის ფონზე, რატომ უნდა გაეფორმებინა აღნიშნული ხელშეკრულება იმ კომპანიასთან, რომელიც სწორედ 1 დღით ადრე არის დარეგისტრირებული და აქამდე საქართველოსთან რაიმე შეხება აღნიშნულ კომპანიას არ ჰქონია. 2022 წელს მოხდა, რომ ვანო ჩხარტიშვილი, ივანე ჩხარტიშვილი თავის შვილებთან ერთად გამოჩნდა უკვე საჯაროდ ამ ტერიტორიის მფლობელობაში, თუმცა დოკუმენტაციით ჩანს, რომ 2025 წლის 11 მარტს მიყიდა აზერბაიჯანულ კომპანიას, რომელიც 2025 წლის 10 მარტს არის დაფუძნებული. რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ეს იყო მხოლოდ გადაყიდვა და თავიდან აცილება, რომ თვითონ არ ჩანდეს ამ ადამიანების ესე უხეშად, უაპელაციოდ გამოყრის უკან არიდგეს ვანო ჩხარტიშვილი და გადაბრალდეს ვიღაც აზერბაიჯანულ კომპანიას, იმდენად რამდენადაც 12 მილიონად არის გადაყიდული. გონივრული ეჭვია, რა თქმა უნდა, რომ უბრალოდ გადაფორმება მოხდა ამ ტერიტორიის, იმიტომ რომ ეს ყველაფერი აფილირებული არ ყოფილიყო ვანო ჩხარტიშვილთან.
ირკვევა, რომ აღნიშნული გეგმის მიხედვით თითოეული კორპუსი ამ ტერიტორიაზე მაქსიმუმ 14 სართულიანი უნდა იყოს, რადგან შენობები აეროპორტის რეგულირების ზონაში ექცევა. ასევე აღსანიშნავია, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმის თანახმად მხოლოდ საცხოვრებელი ბინების სუფთა ფართი 95,000 კვადრატული მეტრი უნდა იყოს, 1000 კვადრატული მეტრი დაეთმობა საბავშვო ბაღს და საბოლოო ჯამში საცხოვრებელ კორპუსში 2650 ადამიანმა უნდა იცხოვროს. საუბარია საკმაოდ მასშტაბურ პროექტზე და შესაბამისად სწორედ აქ ჩნდება კითხვები, მაშინ როდესაც ასეთ პროექტზეა საუბარი, რატომ უნდა გადაეფორმებინა აღნიშნული ტერიტორია, გაეყიდა ვანო ჩხარტიშვილს 12,000 მილიონ დოლარად ისეთ კომპანიაზე, რომელიც ერთი დღით ადრე არის დარეგისტრირებული, არ აქვს მას რაიმე ისტორია მანამდე, არ არის დაკავშირებული საქართველოსთან და სწორედ აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა, ხომ არ ჩამოიშორა ვანო ჩხარტიშვილმა აღნიშნული კომპანია, რომელიც დაკავშირებულია ამ ტერიტორიასთან მხოლოდ იმის გამო, რომ მის სახელს არ დაეკავშირებინათ აღნიშნული ტერიტორიიდან ადამიანების გამოყრა, თუმცა ის ასევე მას ჰქონდეს ინტერესები ამ აღნიშნულ ბიზნეს პროექტთან დაკავშირებით. პირველების პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.